სალამი. მოგესალმებით, ვინ ბრძანდებით? მიგახლავართ თამარ ყველაშვილი, ვარ გრაფიკული დიზაინერი. რა საინტერესოა. და რა უნდა წარმოგვიდგინოთ? უნდა გიმღეროთ. სენსაციის არია. სენსაცი უნდა გვიმღეროთ? მუსიკალური განათლება გაქვთ თუ აბა? სოფელ ოზანში ჩამოვედი 2 წელზე ცოტა მეტია. იმიტომ რომ ეს იყო პირველი რაც ჭირდებოდა ჩემს ჟანგბადი. აი სიაწიჯო ვიცით ხელებს უნდა დავდოთ და ავდგეთ. აბა მიდი. რატომ დაიბადა მექიმების თქმით იყო ჯამთელი ბავშვი სრულიად. და 20 დღის რო გახდა დაიწყო ეს არანორმალურად ხშირი გულყრები. აი მაშინა წავიყვანე ექიმთან. თითქმის 1 დღე-ღამე არ მაჩვენეს ბავშვი და პირველად შემიყვანეს. ეს იყო, არ ვიცი, აი ცხოვრებაში ალბათ არ არსებობს მაღაზიაზე მწარე რა მდგომარეობაშიც მაშინ მე დათუნა დავინახე. აი როგორ აგესად არ ქონდა ადგილი, მთელი სხეული ქონდა დაფარული რაღაც მილებით, შეერთებული რაღაცებზე. ახე რა კარგია დედი. შეხედე. დაისვა დიაგნოზი და აღმოჩნდა თავის ტვინის გარე გიდროცეფალია, ვესტის სინდრომი. ხოჩო. ვერ ხედავდა, არ ესმოდა და იყო აბსოლუტურად უმოძრავ ბავშვი. ექიმებმა მითხრეს, რომ აზრი არ ქონდა. დად. საყვარელი. მოგწონს დედი. ამას უნდა დავჯერდე. ესეთი შეგრძნება მქონდა სამყაროში ვიყავი მარტო. თითქმის სურტიროდი. ესეთი მძიმე იყო. ხოჩო, გამოიქედა ბიჭო. ხოჩო. ვერ ვეგუებოდი ამ ყოველს, აი თქოს არც ერთ სიტყვას არ მეჯერა. ერთ-ერთი სტატია იყო, ძალიან შემთხვევით წავაწყდი ეს ეპილეფსია და მუსიკა. რაღაცას უმღეროდი, რაღაცას ვასმენინებდი და თან ვიცოდი რომ არ ესმოდა. თავიდან იყო ძალიან რთული. იმდანად რთული რომ ეს მღეროდი თუ ტიროდი მაგის ჭამავის გაუგია ჩემო პოტკუსა. აჭამო. დაახლოებით 1 წლის იქნებოდა. როცა აი ოთახში ავანთე სინათლე და თვალები რეაქცია ჰქონდა. აი არ ვიცი, პირველი გამარჯვება ჩემი ცდილობების ამ ყველაფრის იყო ეს დღე, როცა მე ექიმთან წავიყვანე, მითხრა რომ დათუნოს 100%-იანი ქონდა მხედველობა. არ ვიცი, მთელი სამყარო, მთელი ქვეყნიერება, რომ მთელი მედიცინა რომ დამიდგეს წინ და მითხრას რომ ეს ესია. კი ვიცი მე ეს თეორიულად დრო ესია, მაგრამ აი აქ რაღაცა მეუბნება რომ აუცილებლად 100%-ით გამოჯანმრთელდება დათუნა. რა მაგარი ისტორია. დაიწყეთ. წარმატებები.
მინდა გითხრათ, რომ ეს დაახლოებით იავნანამ რა ქმნას ისტორიას გავს. და ყველაფერთან ერთად ამ სევდიანმა ისტორიამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. თქვენ აღმოაჩინეთ ის, რაც ალბათ ძალიან ღრმად დამარხული იყო თქვენში, მაგრამ იყო. თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი ადამიანი. თქვენ ხართ თვითნაბადი ტალანტი და ზუსტად თქვენნაირები უნდა იმარჯვებდნენ ნიჭიერში. აღარ ამაქვს ყვითელი ღილაკი, თორე ერთხელ კი არა 10 ჯერ დავაჭერდი. ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხართ. თამარ, ეს არის მართლაც საოცარი ნამღერი. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ისტორია, რაც საფუძვლად უდევს თქვენ ამ მომღერებას, იმ სიყვარულისა, რაც თქვენ თქვენი შვილის მიმართ გაგაჩნიათ, მე რაღაც მომენტში ცრემლებსაც ვერ ვიკავებ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა გააგრძელოთ ამ მიმართულებით. აუცილებლად უნდა გააგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა ნიჭიერს, რომ აი ესეთ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი, რომელიც სადღაც თავის შვილს უვლის, მუშაობს და უცებ ამხელა ძალა, რომ აი ესე აღმოხდება და ამხელა გერებს გამოუშვებს, ისე რომ ყველას მონოსხავს, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ქალბატონი ხარ. მეგონი არც არის საუბარი არაფერზე, თქვენ 4 კი გავთხოვთ. ერთი იდეა მაქვს, ხო? აცრავად მოდიში დაო